ესე იგი, მეორე მსოფლიო ომის დასასრული. გერმანია ყველა მხრიდან თავდასხმის ქვეშაა. ერთი მხრივ მოკავშირეები საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები აგდებენ ღერძის ქვეყნებს ძირითადად მესამე რაიხს და იტალია საფრანგეთიდან და იტალიიდან თავად. მეორე მხრივ SSRI, რომელსაც არა მხოლოდ წარმატებით მილიონი ადამიანის ცოცხლის ფასად შეაჩერა გერმანია ოპერაცია ბარბაროსის დროს მოსკოვის მახლობლად, ასევე მიუახლოვდა ბერლინს ოპერაცია ბაგრატიონის დროს. ომის შედეგი ყველასთვის ნათელი იყო. ნაცისტური გერმანიის დაცემა მხოლოდ დროის საკითხი იყო და ნიდერლანდების ხალხისთვისაც ეს ასევე ნათელი აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიას ჰყავდა უამრავი უცხოელი, რომლებიც იბრძოდნენ მათ მხარეს, როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით. 50,000-ზე მეტი ქართველი იბრძოდა მათ მხარეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგი ამ პროცესში საქართველოს საბჭოთა კავშირზე გათავისუფლების მიზნით. სხვები კიდევ იმიტომ, რომ ხომარჩევანი არ ჰქონდათ. ან ეს, ან გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში უნდა აღმოჩენილიყვნენ. ყველა მათგანი ქართული ლეგიონის წევრი იყო. მე არ ვისაუბრებ მასზე, რადგან